გამარჯობა მოგესალმებით, კაცები კვლავ YouTube-ზეა 366 ეპიზოდი გადაცემა, რა უნდა დავარქვათ YouTube-ზე. ეპიზოდი, კაი სიტყვა. ეპიზოდი ჩაწერილი გამოშვება. 366 პონტის უხდება, 366 კაცების პონტები, არ ვარ. სანამ სისულელების ლაპარაკს დაიწყებენ, მანამდე გეტყვით, რომ 12 ოქტომბერი ეს არის დღე, როცა დიუსელდორფში იქნება კაცები ლაივი და შეიძინეთ ბილეთები, ვისაც ჯერ არ შეგიძენიათ, ან თუ არის არ ვიცი დათო გეტყვის ამბავს. აზრი აქვს ამ ჩემ გამოცხადება? არა, რა თქმა უნდა, არ ვიცი ახლა ადგილები არის თუ არა დარჩენილი. თუ არ და დათოს დაურეკეთ და უკნიდან შეგიყვანთ. ნომერი აქ დაიწერე. ჩემ გერმანულ ნომერზე, რომელიც არა აქვს. ლიპკნეხტის ქუჩიდან. საიდან? ლიპკნეხტის ქუჩიდან. უკანა ლიპკნეხტის. ხო იქნება ლიპკნეხტის ქუჩა, ეს ფიქრობს ეს. წინ ბეთჰოვენის პროსპექტი. ბეთჰოვენის 14. ბისმარკის ეგ ბილეთებიანების. ხო, ეგ. ხო. აი ბისმარკიდან შემოდიხარ მე ლიპკნეხტზე. ბისმარკი და ლიპკნეხტი ერთად არის. დათო რატომღაც მიყავს ბოლომდე ბილეთები როდის უნდა მოგცე? მისი ბილეთი. თვითმფრინავის, იმიტომ რომ ფეხით ვიფიქრე ნახე Google-ში და ვერ ჩავასწრებ და როგორ ვერ ჩავასწრებ, მაგრამ ზეგ უნდა გავიდეთ. მეც დავიტვალე. ეს საკითხი სალომესთან ერთად გადაწყდება დღეს ხვალ. ეს დღეს ხვალ უკვე წდება ერთი. დღეს ხვალ ნიშნავს რომ დღეს არა. არც ხვალ. ეს ნიშნავს რომ როდესმე ამ დღეებში. როდესმე ალბათ. ყველაზე ცუდი ეს ალბათ არის. ნუ გეშინიათ. ბილეთები იქნება. მე საერთოდ არ ვეშინია. შენ იკითხე რა. ბილეთო თვითმფრინავში არ შეგვიშვებენ. მე ნამგზავრი ვარ უბილეთო თვითმფრინავში. როგორ? ამერიკაში მივფრინავდით, მე გოგიჩა და ვარნო და ამერიკის თავრობილმა მოკლედ დეპარტამენტმა ერთ-ერთმა რაღაც გრანტი იყო და გამოგვიგზავნეს ბილეთები. იმათ წესიერი ქვეყანა ვეგონე და ჩვეულებრივი პოსტით გამოაგზავნეს და მაშინ. და ნუ ბილეთები არ ჩამოვიდა რა დიდი ხანი ძალიან და მაშინ ეს ციფრული ბილეთების ამბავი არ იყო, მაგრამ მე აქ სიტყვაზე გვენდნენ რომ ეს ბილეთები გვაქვს. და აქ შეგვიშვეს რა. რა პატიოსანი იყო ხალხი იმ დროს. ხო და აქ შეგვიშვეს ესე უბილეთოთ და იქო მე ლუფთანზაში მიხვალთო და ეტყვითო და გადაჭრა მქონე მიუნხენში თუ სადღაც. და მიუნხენში რომ მივეცი და უთხრეთ რომ ჩვენ ბილეთები არ აქვს და ესე თქვენ უნდა გითხრათ, თქვენ აქამდეო როგორ ჩავთ. არა თუ შემდეგი გამგზავრება იქამდე მოსვლაც ეჭვის ქვეშ დადგა. მე მანდ ვერსიები იყო რომ მაშინ ღვინის შეტანა შეიძლებოდა სალონში და შენ მიგქონდა. ეს ჩვენგანა ესე გვინდოდა რომ ბილეთი აგვეყოდა. მე მოკლედ გაირკვა და მოგწეს რაღაცნაირი ბილეთები იქვე დამზადებული კუსტარული. რაღაცნაირად წარმომდგენზე ესეთი ბილეთი მიცეს უსახელოდ. არ იყო ეს ხო გახსოვს როგორ იყო ბევრი ფურცლიანები და სხვანაირი. ხო. კაი, ეხა რეკლამებიც მორჩით ბარენ და გადავიდეთ. ეს გამოიწერეთ, ის გამოიწერეთ. ხო. შენ თუ არა ერთხელ შენ კლიპსი. მიდი შენ თქვი. იქნება შენი ჯერ ამაყურებელს. კლიპსი გამოიწერეთ. ხმამაღლა და გამოთქვით. ფოტოსინთეზი გამოიწერეთ. მოიწონეთ კაცი. ჯაფარას პოდკასტმა რა დაგიშავა. ჯაფარას პოდკასტი გამოიწერეთ. მოიწონეთ გააზიანეთ რამდენად დაგიშავა. რა უგულოდ გამოაცხადა. ეს მარკეტინგის რაღაცა ის არის. მართულება. ეხა დააკვირდი თუ მოიმატა გამოწერება შენთან. ესე აღარ არის ყვირილი საჭირო რეკლამისტის ჩუმად უნდა თქვა და ეს. რაუ რა თქვა? რა გათოლა არის მარკეტინგური. კაი, ეს დააკვირდა. თუ დააკვირდა და გრამი არ მოემატა, მაშინ შემდეგზე კიდე უფრო ჩუმად. მაინც შენ და თუ მოაკლდა, შემდეგზე მოხდა და ბოდის მოიხდი. კაი. ჩუმად. ხო, რა იმიტომ რომ ის ხოჭუმად თქვა და ბოდიში ჩუმადი. გამოიწერეთ მოკლედ კაცები, გამოიწერეთ კლიპსი, გამოიწერეთ ჯაფარას პოდკასტი, ფოტოსინთეზი, რაღაც სხვა არხით თუ მოგეწონებათ, გამოიწერეთ, არ არის პრობლემა. ხო, რა ვიცი. ხო. უბრალოდ გადმოერთეთ YouTube-ზე, ეხლა ამის დრო. იმდენსაც ნუ გამოიწეთ, რომ ვეღარ მიაგნოთ მე. მე დიდი სია მქონდა ერთი პერიოდი და ვერ ვაგნებდი. ზარიც უნდა გამოიწერო და ტინკ კიკდებს იმას. ხო, ანუ მაშინ ურჩიოთ რომ სხვა გამოწერები გააუქმონ და ესენი დაიტოვონ.
ხო რაღაცასაც აღარ უყურებ დიდი ხანი და გააუგ. მაგარი მოწოდება გააუგმე. სხვა გამ. რაღაცა მიზეზიც უნდა უთხრათ, აი ხა აცივდა და კარგია. ხო. YouTube-ზე ჩაუჯდები. კი, რო შეწები ლოგინში და პლეც მიიფარებ, YouTube-ზე კაი რა არის. დღე იკლებს და ამ დროს YouTube-ს რა ჯობია. კი. ტემპერატურა ესეთი წვიმები აპირებს და კაი კი არა, აფერისტობა არის რასაც. ხო, მე უკან არაფერს არ ვიხევ. ახალ ამბებზე გადავიდეთ. მიდი. Tesla-ს თანამშრომელი კომპანიას უჩივის. Tesla-ს თანამშრომელი კომპანიას 51 მილიონის საჩივარი შეიტანა და ამტკიცებს, რომ იგი ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტმა სცემა. კონკრეტულად კი რობოტმა მას თავში წაუთაქა. მანამდე რამე შელაპარაკება ხო მოსვლია. აგინა, მანამდე აგინა. რობოტმა. არა, ეს დაიწყებდა. რობოტი ხა არ ამგონია რომ პირველად რობოტს მიეყენებია შეურაცხყოფა. ეს ეთქოდა შენი რობოტი დებილი დედაო და იმან ვის ელაპარაკები შენ. დედაჩემზე როგორ ამბობ ამასო. ასზე მოდიო და აზრზე მოდი ხიდზე გადი. აუ ეგრე ეთქვა რობოტს. და წაუთაქა. იწყება რა ნენელა ის დრო რობოტები და ადამიანები. მე როდის ვამბობდი მაგას? დაუპირისპირდებიან. ნუ მე შინია. ხო. ეხლა ნახე ეს ხო უჩივის იმას. ამ რობოტს გამოიძახებენ ნეტა? იმას გამოკითხვაზე? ხო, ან ამ რობოტს ადვოკატი ხელოვნური ინტელექტი ეყოლება რაღაცა და რობოტი რა ქვია ექსპერიმენტში მიაღებინებენ მონაწილეობას რა. და იტყვის რომ ამას რომ დომოდა დარტყმა სულ მოკლავდა და დარტყმას სულ მოკლავს და პირველი სისხლი და დაიწყო. შეაგინე, ვერ შევაგინებ და ხო. თავარი რატო გამოაგდეთ ამ ნიუსი? რა? 51 მილიონს რო ითხოვს. არა, მაგამდე მივალთ კაცო, ჯერ საქმე განვიხილოთ. აღებადია თუ არა ეს 50? არა, აღებადია როგორ დაითვალა 50 რაღაცა აი რატო 51 და რატო 50 არა? ზუსტ გათოლებს ეგრო დააკლოს ის ერთი რა, მაგითო. აი ვაჭროს. ხო, მაგითო აქ 51-ი. მანქანას რო ყიდიან 7300 რო აკლებ. ან 51 მომენტ მილიონს გადავრიცხავს საქმე მოქმედა ფონდში და 50. მე გამიკვირდა რომ ესე არ მოითხოვა 40 მილიონ 999,000 უფრო ისეთი მარკეტინგი. არა, ეგ როცა ყიდი. ხო, და ესეც ყიდის თავის ცემას ყიდის 51 მილიონად. ბიჭო, ხო ძალიან ბევრია 51 მილიონი. 51 მილიონი რომ მომცეთ, მეც ვაცემინებ თავს რობოტს. მივალ და დისტრაქცია. წათაქება კი არა, ვარა უნდი დაუდგები. ზო კანჭურები მირცხავს. შემდეგი ახალი ამბავი არის შეკითხვა. აი, რატომ არ ემართება კოდალას ტვინის შერყევა? იცი შენ? მე ვიცი, ნახე. კოდალას? მოიცანი მან თქვას თავის. შენ ხო ხარ ბიოლოგიაში გათვითცნობიერებული? სიმართლე გითხრა, მაგაზე კი მიფიქრია, მაგრამ კოდალაზე გიფიქრია? კოდალას ანუ შენ გაგდრო რომ კოდალაზე იფიქრო? არა, ერთხელ ბავშვი დაეცა, მეც პატარა ვიყავი, ტვინის შერყევა მიიღო და ხეს დაარტყა თავი და ვიფიქრე რომ ეს კოდალა უფრო პატარაა და ხეს სულ ტყამს თავს და რატო იმას არ ემართება. ხო და ისტორიას კი ვიყავი, რატო არ ემართება? რა მოიფიქრე? მგონი არ ემართება, იმიტომ რომ ეს ტვინი აქ ამორტიზატორებზე დაკიდებული და დუქ რესორებს. მე ვიცი რა ვიტყვი. ხო, აღმოჩნდა რომ ხეზე მთელი ძალით გაკუნის დროს კოდალას ტვინს ენა იცავს, რომელიც ენასაირებს ხება. გარს თლიანად ეხება, რატო ის? და როგორ იცავს? ბრილია და ამორტიზაცია შენ ანუ ეს ენა ის ამორტიზატორი, რომელიც მე წინათ მოგახსენეთ. კი, ქვემორედ. ანუ ამორტიზატორზე სწორად მიფიქრია. ხება ენა აქ ზურგს მოიფხანსო მასწავლებლები რომ ზოგ ჩემ კლასელზე. შენ არ იყავი ეგეთი? ვა, ამაგარია ნახე. და ეს ენა არის ტვინზე შემოხვეული? კი. გარს ერტყმის რა და ის ბახრო დაარტყმის აღარ იმეშვი. ანუ ეს კოდალა რომ დაიჭირა და ენაზე რომ მოქაჩო არის შანსი რომ ტვინი გამოიტანა. გამოასხმები. რა ბოროტები ხარ. აი. და ეს ორი რატოა? ორი ენა აქვს? ესეთია კითხვა.
ესეთი აქვს და მე ერთდება იქ. არა, პირიქით გველს ხო აქვს, მე უერთდება და ამას პირიქით. ორი უერთდება. უერთდება ერთმანეთს. კოსტარიკელმა მეთევზემ ტყვით დაჭრილი ნიანგი იპოვა უმკურნალა და გაუშვა. მეორე დილით იგი მის გადამრჩენს ესტუმრა ნიანგიან. და აღარ მოშორებია უკვე 20 წელია, მასთან ერთად ცხოვრობენ ბედნიერად. ეს რაღაცნაირი დასასრულია ზღაპარივით, მაგრამ დაუფასა ნიანგმა. ბიჭო, არ მჯერა. რა დაუფასა? დაუფასა კი არა, შეეტენა ქვია ამას. ეგეთი არსება. ზოგადად რეპტილიები არ არიან ისეთი არსებები, რომ ეს სხვანაირია. არის გამონაკლისები. როდესღაც რეპტილიებიც გახდებიან ისეთები, როგორც ძაღლებიან. მეც მგონია რომ რაღაც ცოტა უცნაურობაა, იმიტომ მაგას ტვინი რამხელა ხო იცი? ნიანგს. პატარა. ერთი ციცქნა და არ მგონია რომ იმაზე რა. მაგარი საზომი თქო, მეთქი რაღაცას. ერთი ციცქნა. უნცია სან. არ მგონია რომ იმაზე. სანტიმეტრს. თუთი ყურსე პატარა ტვინი ქონდეს, მაგრამ იმას თუთი ყურსე პატარა ტვინი აქვს. გამორიცხულია. აი თუთი ყურს თუ გინახი ამხელა. იმის აი გამორიცხული. მაგარი რჩევა წავი. ამხელა ტვინი აქვს განახე. თუთი ყურს ყარი ამხელა. ხო. ამხელა. ერთი ციცქნა არის ეს. ციცქნა, რამხელა ციცქნა. ციცქნა, აი ამაზე მეტი არ არის. ხო? გააჩნია ბრიტანული ციცქნას ხონა. საზღვაო ციცქნა ცოტა დიდი. საზღვაო ციცქნა. ციცქნებში ამერიკელები ზომავენ? გალონები და ციცქნები. არა, ციცქნა ჩვენია, იმათ სხვა აქვთ. გაკეთებული ფოტო არისო, ChatGPT-ი. ფოტო შეიძლება გაკეთებულია, მაგრამ ამბავი ნამდვილია ხო? ChatGPT თვითონ არის გაკეთებული. თუ კაია. კაია ზუსტად ვიცი. ხო. ისიც გაკეთებული ფოტო იყო, რობოტი რო კაცს ურტყავდა. ხო. სიცრუეში გოცხოვრებენ. ხო, ეხა იქნება ესეთი მოგონილი გაკეთებული ნიუსები. ეხა ჩვენი გადაღებულ ფოტოებზე თუ გავაკეთებთ რამე იმას ნიუსებს. მარტო ნიუსებს ჩვენ თვითონ მოვიფიქროთ რაღაცა დებილობები და ChatGPT-ს მიდი აბა ჩადე ერთი ძალიან. აი ვთქვათ, ეს არა, ნიანგი გადაარჩინა, დაბრუნდა ნიანგი 20 წელი ერთად ცხოვრობენ და ბევრი პატარა ნიანგები ყავთ. აი ეს არ გააგზავნა, ახალი კარგი. სურამის ციხიდან ვიღაცამ ხელი გამოყო. ესეთი ნიუსი იყო. ზურაბმა. ზურაბი თუ არა ხა არ ყვევს ისა. კრიმინალური პოლიცია. და TV პირველი ეს. ჩვენ ჯობია რომ მოიფიქრე რამე ნიუსი, რომელიც საქაბებისთან იქნება კავშირში და უფრო ნამდვილივით იქნება, რა გუშინ ჩემთან და უკვე გაბაბი გაცოცხლდა და გაიქცა. ეგ არ გაწყობს. აი რა, ანტირეკლამას უკეთებს. საიდ გაიქცა. ხალხი ფიქრობს რომ უმხორც. საინტერესოა საიდ გაიქცა. საიდ დასავლეთით. სხვა საქაბაბეში. დასავლეთით. იმაში მალხაზი რო არის რესტორანი იქ. იქ ჩაბარდა. ჩაბარდა. არა, ნიუსების მოგონება შენ ვერა. ეს ისა. აი რაღაცა დრო. აი ჯანელა, მიდი ჯანელ, მოუფიქრე ნიუსი რამე. რაზე ხაბაბზე? არა, კაბაბზე იყოს. საკაბაბეს ის ესტუმრა. მელანია ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი დასტინ ჰოფმანი. ისეთი ნიუსია რომ შეიძლება. ხო, და კაბაბი გაიქცა რა. კაბაბი გაიქცა. მულტფილმი კი არ უნდა მოიწონო. დასტინ ჰოფმანი რო ეწვია. თან ისეთი ნიუსი მოგიფიქრე რომ ქართული ყვითელი ისიც და ბეჭდავს საშუალებები და გამოაქვეყნებს და უცხოური. ხო. არა, მაშინ ესეთი ნიუსი უნდა გააკეთო, რომ თქვათ ლაბაძიზმის კაბაბი ინგლისის სამეფო კარის კაბაბის ოფიციალურ მიმწოდებლად გამოაცხადეს. კი ბატონო, კი ბატონო. ლორდმა. კი. იმარა გალსტუკამ და ვიღაცამ რაღაც. არა, ეგ ბოდვაა. მე მაინც აბა დასტინ ჰოფმანი არ არის ბოდვა. ნიუსი შეიძლება იყოს მცდარი, მაგრამ ბოდვას არ უნდა გქონდეს. არც ბოდვას და არც მულტფილმს. ხო, პირველი მულტფილმი იყო. რიკი და მორტი იყო რა პირველი. კაბაბი რო გაწოცხლდა და გაიქცა. რიკი და მორტიმდე კაცო. ის არ გახსოვთ კალაბუკი რო გაიქცა? მანდიდან შექმნელი ეგა. აუ ეს საიდან მოდის? აუ. ეს იმ თაობის იმ მემკვიდრეობიდან არის კი. ეს ინფორმაციას არ ასწავლიდნენ. ეს ინფორმაცია სიტყვაც არ ვიცოდით. ო, მაგაშია და. შემდეგი არის ვიდეო სინგაპურის ავიახაზებმა პირველი კლასის ბილეთების მფლობელებისთვის სარეკლამო ვიდეო გამოუშვეს. შენი დედავადი.
ეს არის თვითმფრინავის სკამი? ეს არის კუპე. ალბათ, რა ქვია, თვითმფრინავის იმას რა ქვია ესეთ ადგილს. გემისას თუ კუპე ქვია და მატარებელსაც ამასაც კუპე ქვია. კაიუტა ქვია გემისას. გემისას თუ კაიუტა ქვია და იმას კუპე, ამას არ ვიცი რა. მეორე ოთახიცაა. ტუალეტი ცალკე არის. არ არის ტუალეტი? ტუალეტია. ტუალეტი, მეხიზნაკით. რა არის ტუალეტია ეს? ბიჭო, რა კაია რომ ბილეთები ჯერ არ გიყია. ესეთებს ხო არა იხებდი. რა იღეცი თბილისი, სტამბული, სინგაპური და დუსელდორფი. სინგაპური დუსელდორფი. კიდე ვიპრინოთ 6 დღე, არა მაქვს პრობლემა. ერთხელ ცხოვრებაში გავეხაროთ რა. ბიჭო, სამზონაში რო ცხოვრობდი, ამ ხელა სახლი არ მქონდა. არა, ეს ამ პატარა ახლა ეგრე არ იქნება. შენ არის ჩემი სახლი. ნუ აბუქებ. ორი საწოლი ხო ეტევა და კიდე აქეთ-იქით ორი სკამი ერდა. და ტუალეტი ცალკე აქვს. ყველი საერთო. საერთოა. მეზობ. ანუ კომუნალური არის. ეს არის კომუნალი. სამზარეულო არა აქნეტა. კი. და ის შენი ხორცით რო ახვიდე. ხორცით რო ჩულანი. შენი ფარშით რო ახვიდე რა და კაბაბი გააკეთე. და ვერანდა. მოსაწევად რო გახვიდე. დაიცადე აქ ამ სკამიდან იმ სკამზე ვერ ხვდები, ხო? გადაჩოჩდე. არა, გარედან უნდა გახვიდე. ეს რა მოუტანეს? რაისური და პიჟამა. თემუზე რაღაცა გამოიწერა და თვითმფრინავში მიუტანეს. ხო, აი აქ არის ტუალეტი, მაგრამ და იმ ტუალეტიდან ერთი მხრიდან შევიდა, მეორედან გამოვიდა, თუ რა მოხდა, ვერ გავიგე. ვერ გაიგე. გეოგრაფიაში მეცავიდია, ხო, რაღაცა. რაღაცნაირად იღებენ. აი, საწოლი ხო არის შუაში. ხო, იქიდან სხვა შედი. იქით ამ მხარეს ვერ ხვდები. ანუ შენ გვერდზე ვინც ბილეთი აიღო, იმას მოგიწვენენ გვერდზე? ხო, მაგრამ ორნი იღებთ ალბათ საბოლოოდ. ორნი იღებთ და მარტო მივფრინავ, თქვათ. მარტო აიღე. გადაძვრები ამ ლოგინზე რა გჭირს? არა, იქიდან რას ნიშნავს იქიდან სხვა ადამიანი უნდა მომიწვინო? ორკაციანია ეს არის, ორი მეგობარი, მე ცოლი და ქმარი, შეყვარებული. ერთკაციანი განაირია, ამას ვკითხე. აი აქ ნახე შევიდა არ არის თქვენთვის თქო გეუბნები. დამატებითი. თქვენ ის არა, EasyJet-ი, ესა ფეხები რო გიხდება. იქ ყველაფერს იგებს ადრა არის, აქედან გადაგა. სრული ინფორმაციისთვის გამოიწერეთ სინგაპურის ავიახაზი. ეს კაიო მახიანად გამოაცხადა. ამით დღევანდელი ახალი ამბები დასრულებულია, გადავდივართ სტუმრის ნაწილზე, ტრადიციულად სტუმარი უწევს ხოლმე ამ დროს. დღეს ყავს ორი სტუმარი. კარგი ბიჭი ხარ? სერიალ ცხელი ძაღლის პროდიუსერები ოთარ შამათავა და კოტე ჯორბერაძე. გამარჯობა. როგორ ხარ დარჩობა? არა გუშინს. კარგია. ეგ უკვე კარგია ამ დროში, უკვე არა გუშავს, უკვე კარგია, იმიტომ რომ ესეთი როგორ? ჩვენც ეგრე, ჩვენც არა გუშავს. ნუ დავიშალოთ. დიდი ამბავი გვაქვს მოკლედ რა. ცხელი ძაღლი, რომელიც არის ეპოქალური სერიალი, ესე ვეძახით ხოლმე ჩვენ რაღაცა სერიალები გამოდგა ეპოქალური. ალბათ ყველა ქვეყანაში ესე იყო და საქართველოსთვის ცხელი ძაღლი არის ერთ-ერთი ესეთი და ამ ჟანრში ამაზე მაგარი ქართული სერიალი არის. და თან პირველი იყო მე ნამდვილად ვიცი ხო, მანამდე ესე სერიალი არც ბავშვი რაღაცები იყო. ხარია idei-ის ავტორი და ყველაფერი შემქმნელი და 2002 წელს დავიწყეთ, ნუ როცა იმედი შეიქმნა, ასე ვთქვათ. დავიწყეთ ჩანაფიქრზე მუშაობა და შესაბამისად გადაღება უშუალოდ დაიწყო 2003-ში და ნუ დამთავრდა. ამიტომ პირველად შეიძლება დაერქოს თუ არ ჩათვლი ხა დათათო ტაშხიას და საბჭოური დიდ ნამუშევრებს. ესეთი გაკეთდა რეალურად 5 სეზონი და ძალიან საინტერესო იყო ერთი მომენტი, რომ საძღალი ზურაბ ჟვანია რო გარდაიცვალა. ბუკვალურად მეორე დღეს მივედი ბადრისთან, პატარ გაცშულთან, მოვთხრი, მოდი რა ეგება რაღაცნაირად, ნუ ახლა ისეთი დრო არ არის ამისთვის, ამ თემაზე საუბრობთ, მაგრამ მოდი გავაკეთოთ უცებ, აი რაღაც დავტრიალდეთ და გავაკეთოთ პრემიერის კვლელობასთან დაკავშირებული გაგრძელება ერთ-ერთი ცხელი ძაღლის სეზონის. და ეხაც მახსოვს ხელი
გამომიშვირა. ერთადერთი გადასაკეთებელი, რაც მნიშვნელოვანი იყო, ეს იყო კაცის მაგივრად ქალი იყო ნინო ბურდული, იმიტომ რომ არ ყოფილიყო პირდაპირ რაღაც მინიშნებები. და ეხლა მე ცოტა გადაუხვია, ასე ვთქვათ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია ამ თემაზე საუბარი. კი, რა თქმა უნდა. კონდეს რაღაცა ინგლისური სიტყვა რო ვიხმარო დრაივი. ხო და ეს იყო ესეთი პერიოდი. ცხელი ძაღლის არსებობა. ხო და ცხელი ძაღლის ფენომენი იმაშიც არის, რომ დღემდე არის მაყურებლები, ჯგუფი, რომელიც აქტიურია, კიდე უყურებენ, განიხილავენ, იქ რაღაც ჯელობა მიდის ფოიცა, ხო, რაღაცა. და ბევრი არის ერთ-ერთი ის რომ კიდე ერთხელ უყურებ რა. ხო, და ბევრი არის კიდე რომ ახალი მაყურებელი დეტექტივის კიდე ერთხელ უყურება ხო იდეაში ის არის. ხო, იცი რა მოხდება და ხო რაღაცნაირად. იცი უკვე რაც არის. ხო, სხვა შორის აი შუა ქალაქსაც აქვს რაღაცა ის გავსი ამბავი და შუა ქალაქი მაინც კომედია რა და ხუმრობას მოისმენ ბევრჯერ და. მაგრამ როგორ არის, იცი 130,000 კაციანი გვერდია, ხო. და კიდე არის 20,000 კაციანი, სადაც გამოცდით ხვდები. ანუ კითხები. ხო, ის არის. ის ცოტა face control. ხო, იქაი. და არიან კიდე ახალგაზრდები. ვიღაცები არიან რომ ერთ-ერთი ჩაიცე და მე დიდი ხანია მოხვედრა უნდა და ვერ ხვდები. ძალიან ბევრი რომლებიც არიან მაგალითად პირობითად ვიძახი, ხო? კალდუნისტი. ანუ იმისტები არიან რა. მე ვიცი რომ ეს ხალხი იკრიბება კიდევაც სადღაც, ხო რაღაცა დიდი ის იყო შეკრება იყო, სადაც აი შუა ქალაქში პრაქტიკულად ყოველთვის იკრიბებია. აჰა. ქალაქის ცენტრში. კი. ხო და რაღაც შეკრებაც ახალი ახლა მთავარი იმაზე რომ გადავიდეთ ახალ სეზონზე, ახალი სეზონი ცოტა ჩვეულებრივი სახელი იქნება, იმიტომ რომ ახალი სეზონი არის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მე ამ ხელა პაუზის მერე რაღაცა გაცოცხლება თუ რა დავარქვათ რა ხო რაღაცა ოთალის მოვიდა ძალიან მეორე სიცოცხლე ხო მეორე სიცოცხლე ძალიან კაი იდეა მოვიდა რომ აი ეს რაღაც ის ცხელი ძაღლი რაც იყოს რაღაც კლასიკა და დარჩეს ესე და ეს იყოსო ცივი ძაღლი და ამას ვარქმევთ ცივ ძაღლს ხო ვა მაგაში ყველაფერთან ეგოიზმის ელემენტიც არის საავტორო უფლების და ჰიპოთეტიური რაღაც მომენტების მაგრამ კიდე არის ერთი საინტერესო დეტალი რომ მერტო ლაპათი რა აი ძალიან ბევრი ჩემი პირადად მეგობარი შეეწირა ამ ცხელი ძაღლის გადაღებას იგივე ზაზა ურუშაძე უნიჭერესი რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი რა ვიცი ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ამ სეზონების კეთებაში და ერთადერთი მომენტი რაც არის რომ აი კოტე არის ამის სულის ჩამდგმელი ანუ პროდაქშენის პრაქტიკულად მთელი ტვირთი აკიდებული აქვს კოტე ჯორბენაძეს თავისი ფინანსური უზრუნველყოფით ორგანიზაციული სტრუქტურით კასტინგის და ეხლა რაც რისი გადაღებაც მოხერხა და ეს არის პრეპარაცია ფაქტიურად კასტინგია იმ მომავალი დიდი პროექტის თუ ღმერთის წყალობა იქნა ყოველთვის ესე ვამოგთხოვდა რა რომ ღმერთის წყალობა თუ იქნა რომ გამოვიდეს ოღონდ ამ შემთხვევაში ღმერთის წყალობას პირდაპირ კონტაქტი აქვს კოტე ჯორბენაძესთან მე ვარ კონტაქტზე ანუ იმიტომ რომ ღმერთთან ამე თუ კიდე კოტეს ჩემ ხოდა ის თემები მაგალითად ეხა ვიხსენებდით რომ მოვდიოდით რომ რა არის ისეთი რაც იუმორთანაც არის დაკავშირებული სევდასთან და რა მაგალითად ჩემი საზრით ერთ-ერთი დიდი ქართველი მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი რომელმაც შექმნა ბიძინა თაბაგარის ეს დაუვიწყარი სახე ბიძინა თაბაგარი არის ქართველი ის არა ერკიულ პუარო ხო შერლოკ ჰოლმსი მაგრამ როგორ გაჩნდა რომ თავიდან კოტე ამ შემთხვევაში ჯანდიერი და ნუგზარ შატაიძე ცხონებული ასევე რაღაც ესე მოხდა ძალიან კარგი მწერალი იცით ეს ყველაფერი რო იწყებდნენ ამ თემებზე ლაპარაკს პერსონაჟებზე ვიფიქრეთ ხო რაღაც ესე და მე ჩემ ჭკუაში რაღაც სულელურად ვიხუმრე რომ პროგრამების დირექციაში
ჩვენთან იყო გია ტოგონიძე, გახსოვთ? და ნუ ბიძინა ამ შემთხვევაში ბარათაშვილის გულისხმობ იყო დირექტორი, ხო? და მეოთხარი აი ბიძინა ტოგონიძე რო იყოს თუ და ნუ გზარმა თქვა შატაიძემ ტოგონიძეო გამორიცხულია რომ პოლიციელი იყოსო რა. აი თავის ბუნებით. ხო, აი თაბაგარი რო იყოსო დავიჯერე. ეგრე გაჩნდა ბიძინა თაბაგარი. ეს დეტალია თითქოს არაფერი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. ბიძინა ბარათაშვილის პონჩი ქვია, ბიძინა თაბაგარს ბიძინა. ბიძინა, ხო. მხოლოდ ბარათაშვილის პონჩი. ვაზუსტებ. და ბიძინას მოეწონა ეს. ბარათაშვილი ხო, ძალიან. ძალიან მოეწონა. ბიძინა ხო იცი ახალისები. ხო, ის მერე რაც. სამი-ოთხი ისტორია იქნება მაგაზე. და იქ ბევრი ასეთი პერსონაჟი მერე გაჩნდა. ნუ სხვადასხვა. ზერაგია უჩა, რომელსაც ნუგზარი ძალიან კარგად ურაშვილი ახორციელებს და ასახიერებს და სხვადასხვა აი ეხლა კოტეს გადავცემ სიტყვას, იმიტომ რომ კოტე იყო ამ პრეპარაციის ორგანიზატორი, სადაც ნუგზარი ზერაგია გადაიღეს იმისთვის რომ მოენიშნათ უკვე რაღაცები და სად იყო გადაღება? სად? იტალიაში. რამდენიმე რომში და კოტეს ვეკითხები რომ კი მაგრამ შენ რა მაგარი ხარ და როგორ მოახერხე რომში საქართველოსთან ამარეულობაში და როგორ ბიჭო ყავსო იქ ერთი პარტნიორიო რა მეგობარიო რომელიც გადაყვა ამ ყველაფერსო ამ პრეპარაციას რა ნუგზარის ჩაყვანა ისა ოპერატორი და ვინ არის ესეთი გენიალური ტიპი იტყვის ანტონიო კოპოლა გვარი კაი შეგირჩება. გვარი სპეციალურად არის შეერჩება. ეგ არის ფრენსის ფორდ კოპოლას ნათესავი. ნათესავი არის. ეგენი არიან პოტენცადან. კოპოლები. არა, ოღონდ ზემო პოტენცადან. მნიშვნელოვანი დეტალი. ეხლა ამდენს ლაპარაკობ და ალბათ ყველას გაუჩნდა კითხვა ბიჭო დროზე თქვით, როდის იგეგმება რომ გამოვიდეს? მომავალ წელს გამოვა. რამდენი იქნება სეზონი? რა მოხდება და ვინ არის? რა ეს მოდო შეკითხვა პროვოკაცია იყო. მე ცივი ძაღლი არ მომეწონა რა. ხო შეიძლება კიდე მოგინეთ გაგზელება. ამას დაარქვით თბილი. და მე რა იქნება ეს იდეურად მოხდება გაცხელება. შეფიცკინებული. ამიტომ ეს უკვე ის თემა, რომელიც მოუხდება ამ მსჯელობას, როცა ჯერ ხო არ გამოსულა ასე. რო გამოვა სახელი ერქმევა, მე გვიანია. სამშაბათი გამოიყან. მე რაღაც გადაარქმევ. ცივია ეს, სხვადასხვა. თბილია ესა. ცივი არის ყინულები რო ქვია. ჩემი ცივია. სხვადასხვა ჩინური ტიტრები ექნება. ამერიკული, რუსულის და ჩინური. სუბტიტრები ხო? კი, კი. ხო და რამდენი სერია იქნება? 8 სერია იქნება. პირველი სეზონის ხო, პირველი სეზონის 8 სერია იქნება. იქნება. კი და კიდე საინტერესო კიდე რაც არის, ახალი მსახიობები გვემატებიან, გიორგი და ძველი ნაკაშიძე. მსახიობები თავისთავად მონაწილეობენ. ძველები არიან, რა თქმა უნდა და ბიძინა ხო არის? კი. ჟანდილაშვილი იქნება მეტსკალობით. მაშინ მე უყურე. მაგ მიმართულების ბან. უნდა ნახოს ხალხმა. სად უნდა ნახოს მაგას გეტყვი. ეგ თუ გითხარით ეხას ნახო ხო ყველა ნახო. დამკვლელი ვინ არის? რაღაც პლატფორმაზე ალბათ კი, თანამედროვე. პლატფორმაზე იქნება. წეს თუ ან პლატფორმაზე ხუჭაში ხო არ ეგდება. არა, ნუ ტელევიზიაში თუ იმაზე და შენ ხო YouTube-ზე და მოხვედი ტელევიზიაში. საიდუმლოა ძველებიდან ვინ ერჩებიან? ბიძინა? კი, ძველებიდან იქნებიან აზუსტე ხომ რა, ბიძინა თაბაგა. ხო, ბიძინა კატამაძე იქნება, კი. ზერაგია. კი, უჩა, რომელიც რომში ცხოვრობს, სცენარის მიხედვით რომში ცხოვრობს და კიდე რამოდენიმე პერსონაჟია, რომელიც იტალიაში გადაღებული რამოდენიმე დავასახელებ ხა სერიალიდან გამომდინარე. უჩა შემიძლია ვთქვა, რომ კატამაძე რომში არ იქნება, თბილისში, ხო, კატამაძე იქნება. კი, დანარჩენი ყველა არის თითქმის, ვინც დღეს ხოთზე. საინტერესო მიმართულება ის არის, კითხვა არის აგრეთვე საუნდტრეკზე. ხო? ასახასიათო საუნდტრეკი ცალკე. ნიას დიასამიძე იქნება. ესე იგი მეორე ეს საუნდტრეკი ალბათ იშვიათად არის ხოლმე, რომ აი რა ცალკე
გახდება და ცალკე ამბავით რა. იგი ნიაზი იქნება შევთანხმდით და სკრიპტი არის ფოტოშორის ჯიბღაშვილის მიერ დაწერილი, ნუ სცენარში იკო ჯიბღაშვილის კი რომელიც არის აი დღეს იმას გეტყვით კაუჭად რაღაცას, მაგრამ არ გავყიდი ბოლომდე. ხო. თის არ გავყიდი ბოლომდე. მანუ ექსკლუზივი იმ ცხელძახში ძირითადი ფონი მაინც იყო ქართული ჩვენი არსებული დამნაშავეთა სამყარო. ხო. რა. აქაც იგივეა, ოღონდ 2-3 ტექნოლოგიური თანამედროვე რაღაცა შემოეპარა მაიმუნობები. მაიმუნობები ვერ გეტყვი, მაგრამ დიდი ფულის წყაროები კონცენტრები. აი და ნანახი მაქვს მე ექცივი ნანახი ნიჭიერი კაცი როცა არის და თან როცა არის ცისფერთვალება ამაში რო ნიჭი რო აქ იბუდებს მაგრამ კოლცენტრის გარდა კიდე არის ერთი თემა რომელსაც უკვე ცისფერთვალები აღარ შვება არა ეგარ მაგდეზე გა პატარა დაზუსტება მოგვეცი უკვე ღიპი მოდის ამიტომ რატო ამბობ რომ გინდა არ გინდა მოითხოვა დღევანდელმა ვითარებამ ესეთი გაუჭირება რეალობა რაც არის დღევანდელი რეალობა რაც არის მაგაზე იქნება რა თუმცა მე მყავს მაგალითად აი შვილიშვილები და იმ წუთში რაღაცა მომენტში მაიცა კალდუნასის ვენ იქნება იქ რაღაცა თავისი პერსონაჟები იმდროინდელი გამოყოლილი აი რაღაცაში რომ იყოს იმიტომ რომ შენ აყვებოდი რომ ეს ამ სერიალის შარმი აი რაღაცა იყო ზუსტად ის რომ ყველას ხედავდი გვერდზე ამ ტიპს ისევე როგორც აი შუა ქალაქში სიტყვაზე რატო არის რომ ესეთი მომენტი იმიტომ რომ ყველას ცნო აი აქ იყო აი აქ ხო ჩემიანი ესეთი მეზობელი მყავს ესეთი ნათესავი მყავს ესეთი რაღაც იგივე თქვა ვამბობ რა აი მე მახსოვს ზაზა მომიტანა მაშინ გენერალური პროდიუსერი ვიყავი იმედის ნუ სანამ ვთხოვდნენ და მომიტანა ლევან გიტიან ზაზა ბუაძის პილოტი იყო ყავა და ლუდი ესეთი მომენტით და ნუ ძალიან კარგად იმუშავა ამ სერიალმა რატო ვამბობ რომ ეს გაჩნდა მე წამოყვა ამას რაღაცა კიდე რაღაცები და ეს გახდა იმედის რაღაცა ტიპის ერთ-ერთი შუა ქალაქთან და რამოდენიმე თოქ-შოუსთან ერთად ერთ-ერთი ემბლემა. აი რო იტყოდი იმედი, აი იმ წუთში იტყოდი შუა ქალაქი, ცხელი ძაღლი, ისა ეს, ანუ რაღაცა ნაცნობად დამძახებლები იყვნენ. კი. ხო აი კალდუნა ახსენა და ვარენ ვიტყვი, მაგალითად საინტერესებს რომ კალდუნას ძმა გამოდის ციხიდან და ითამაშებს ალიკო ბეგალიშვილი. ძალიან საინტერესო იქნება მაყურებლისთვის. გრძელდება, ანუ 20-25 წლის მერე გამოდის ციხიდან და რაღაცა იწყებს გარკვევას აი ამ რომ თავის მის კვლევასთან დაკავშირებით რა ხდება და კალდუნა ბოროტი იყო არას. არა ხო? იგეჩი ჩესპაიმის მიზინა და კატამა. იქ იყო კიდე ძალიან ესენი ჩი. ანუ გივიში ხალუდის პერსონაჟი მეოსება. კი. ხრამიაშვილი ბაჩო ხაჯი ანსაფიერი ხრამიაშვილს. კი. არა ის პასტაენად ეძახდა. სუკინს სინ ხრამიაშვილი რაღაცა რუსია ეგრე იმას 30000 კაციანი ჯგუფს. ხო, ეგეთი სახელი ეგ არის სუკინტისინ ხრამიაშვილი გვიან. 30000 კაცია ხო? 130000. არა, მე მეგონა ის კასტინგის ის გამოსდით რო ხდება. ის 20000-იანს კიდე აქ ჯგუფის მასი არიან. სტრატურა არის. სალდი. ეხლა ეს ცხელი ზაღლი ხო დიდი ხანია პაუზა იყო ახალ მამდე სეზონამდე და გადავიმეოროთ ხო ანუ ლინკები ძირითადი რაღაცები უნდა იყოს რა ხო და ის რაც რა кай გითხვა დასვი თორე ვერ გავიგებთ ანუ მაინც გაიგებთ
ანუ დრო უყუროთ კაია ისედაც, მაგრამ მაინც გაიგებთ, ანუ ისეთი სულ არ კონდეს ნანახი და მაინც მიწები, მაინც ისე არის სცენარი დაწერილი, რომ მაინც მიხვდები, რომ ცალკე ამბათ მიდის. ხო, ცალკე ამბათ მიდის, ეხლა ნუ ის რომ კალდუნას ძმა არის, იცი რომ რაღაცა თავის ხაზი აქვს, იმას თავის ხაზი აქვს, იმას შვილი აღმოჩნდა არა რაღაცა. მოდი გადავიმეოროთ მაინც. კი, ჯობია რომ მარტო კოტეს ხათრით არა, თქვენი ხათრითაც. ერთი საიდუმლო გვაქვს მე და ამას ფინალში. მოფიქრებული, რომელსაც ვერ ვიწვი. ეხლა. როგორ დაიწყო, რომ? როგორ დაიწყო? საიდუმლო არის რო იტყვი ყველას გააკეთე. მაგრამ მაგარი გაუჭია ეს. მეც მაქვს ერთი და ვერც იმას ვერ ვიტყვი. დაწერეთ მაშინ. და მე რო გავახსნათ და წავიკითხოთ. ზეგამდე 30 ლარი ხوارები. ეს ამით უნდა თავდებოდეს. რაღაცა ის უნდა იყოს. ადამიანური. ყველასთვის. ყველასთვის ხო, ახლობელი საიდუმლოა, ცხელი, ცივი, ყველაფერი არის. საჩუქრების ნაწილზე გადავიდეთ. ჩვენ რამე გვმართებს თქვენი? არა, პირიქით. 30 ლარი ზეგამდე. სალომე. დათო შენ მიმიხედე გადააწოდე. ვა, ნახე როგორ საჩუქრებით გვიჩვენე. სპონსორია. ოი, სპონსორის ნიკორა ხოც პროდუქტების აი, აჰა და ამდენი ის ეს თქვენ ამბავია თუ რა ხდება? მაისადე და გუგელიძეს და იმათ რო იგა რა არა შევამოწმე. რო ვაჭამო არა? კი, შეიძლება ადამიანს. მე გეტყვით რომელი თქვენ გადაინახოთ და რომელი სხვებს აჭამოთ. მთელი ინსტრუქცია მაქვს მომზადებული ეს ისევ დაბრუნდა. სხვა შორის ეს არის ძალიან კარგი, ეს არავის არ აჭამს. კომაგი. ნე იცის ხო? კი, ეს მაგარი. აჭამე. აერთო ხო ეგრე. ეს კარგია, ეს გადაიდეთ და ჩემ პრინციპი შეგიძლიათ ერთად ჩამოთვლით. ერთიანიც კარგია. და ჩემთან გავიდო? იგი შეიძლება გამოგადგებათ აკაცად. ეს არის კომაგი ისა. კომაგი ანუ გამახსნევიებთ აქტებს. არა, არ გახსნეს. საკაიფო კეპკა. კეპკა? საკაიფო. აი, არ გამოგიწევს. წარწერით კომაგი და საკაიფო მაისური წარწერებით კომაგი. არის ნებისმიერ რამეს უგამო. შეკითხողები შენები დამანახე. ჩემთან ხო არის? ოპა, კრაკოული, კომაგი, ივერია, გადაამოწმა. ეს არის ყველაფერია, ბავარია. ივერია ის ივერია? ის ივერია? ეს არის რო გაფწყინდე. აი ის მაგას ჩადგამდა გაფწყინდე. არა, იწკინდება. იცი რა უნდა გაკეთო? აი ის და გამაზე რა კლიპსისთვის. ცხელი ძაღლი და ჰოთ-დოგი გამოაკეთა. გიმბიდე ეს არის რაღაცა. ცივებით სიჭმევა ესე. აი ცივი. შემდეგი ჩაწერა როდის? იმ კვირაში? ხო შემდეგი ჩაწერა. შემდეგ შეძლო იმ კვირაში მოგზავნეთ. საერთოდ რო ვიაროთ ხო? შეკითხვა უნდა დასვათ. ძალიან დიდი მადლობა. ესეც მომარაგება ხოს პროდუქტები. ვა, დიდი მადლობა. ოღონ ეხა ნახე საჩუქრად მაგრამ გამომუშავება უნდა. კაპიტალისტი ხალხი ხარ. რო დაავლე ხელი და ჩავდოთ შეიძლება ვერ წაიღო მთლიანად ერთი წამი დაიდევე კალთაში. ეხა დაგისვამ შეკითხვას გიორგი, ჩვენ გავცემთ პასუხებს, ჩვენ სამივე თქვენ შეგიძლიათ. და რა დაგიტოვოთ აქედან? ჩვენ თვითონ ამოვაძრო. კი ბატონო. საუკეთესოებს. აი, ჩვენთვის მე არ მენანი. ხო, მაგრამ თამაშია, თორე ეხლავე ამოვაძრობ. სიტყვების მერე. გიორგი დასვამ შეკითხვას და თუ ჩვენ პასუხებს ვიტყვით სამივე, თქვენ შეგიძლიათ დაგვეთანხმოთ, არ დაგვეთანხმოთ. თუ გამოიცნობთ, წაიღებთ ამას, თუ არ გამოიცნობთ, შეიძლება რამე არ გვატან. სუნაგმა ადამიანმა. რაღაცა დააკეთო. ვა, მაგარია, აბა. გიორგი, კი. რახან კინოსთან დაკავშირებული ხალხი ხარ ყველანი. ჩემს კარდა. შენს ხო ხარ ორ კინოში ხარ ჩემთან ერთად. მეტი რა კავშირი გიქნა. მართალია ეს დამპარი. ესე პირველი ქართული ფილმი ხო ვიცით რაც არის აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 1912 წლის და თუ მაინდა-მაინც ხატრული ქრისტინე გვაქვს 1919 წლის. თქვენ უნდა გამოიცნოთ რა ქვია პირველ სომხურ ფილმს. ერთი სიტყვა ქვია, ის სიტყვა ქართულშიც გვაქვს. სადაო სიტყვა.
ქართულშიც არის ეგ სიტყვა. ეს ელაპარაკში ხმარობ ჩვენ? კი კაცო. ანუ სომხური სიტყვა რომელსაც ხმარობთ ქართულში თუ არის რუსული სიტყვა რომელსაც სომხები ხმარობენ და ქართველები მაგრამ სომხები ხმარობენ და ბავონს და ალბათ ირანული სიტყვაა. ბავონს კინოცენტრის პირველი დირექტორი ბავონს ოთარი. ქართულში სადაც ბა კინომე თანამედროვეში დაელოდეთ ამათ უნდა უპასუხო. რა კიკო ვერსია? ქართველებიც ხმარობ და სომხებიც ხმარობ და ალბათ რაღაცა ირანული მინიშნება მოყვეთ სიტყვა. დავიბენით. რთული შეკითხვა. რა არსებითი სახელია რაღაცა. რაღაცა გითხარი რა სიტყვა ორი იმიტომ რომ სიტყვაში ერთი გამორჩა შეკითხვა რა? როგორ შენ კიდე არა შეკითხვა? კიდე აქ მეორე შენ. არა, მაგრამ ჩვენ ვაღიარებთ, რომ არც ერთ ჩვენთაგან პირველი სომხური ფილმი ნანახი არ არის. მაშინ წაიღებენ საჩუქა. აიღო, აჰა. შენთან ვაჭრობას წაიღო. მე კომპინობაში შენ უნდა დაგემატებინა აჰა სრა მერაკუ რა არის რა სიტყვა? ნამუს ქვია. ვაა, ნახე. ხენთან ხო ნამუსია, სომხეთში ნამუსია არის, ნამუსიც არის და კერძო ტრადიციაც არის რაღაცა საქორწინო. და პირველი ფილმი მაგაზია. კატალეტი პირველი ფილმი მაგაზია, ხო. მეორე შეკითხვა. აზერბაიჯანი ნახე რა ახლო ტრიალებს. აზერბაიჯანი. რეგიონს არ გაცდა პირველი აზერბაიჯანული ფილმი ცოტა ძნელია დაადგინო, რადგან კინო რო გამოჩნდა აზერბაიჯანში მაგდროს ნავთობის ბუმია და 1000 ხალხი თავისით იღებს უცხოელები რაღაცეებს და აზერბაიჯანი ხაბარდან რამე და ისიც ვიღაცას 30 წამიანი ფილმი აქვს 19 საუკუნეში გადაღებული ნავთობზე ესა, მაგრამ ერთ-ერთი პირველი ფილმი აზერბაიჯანული არის რაღაცა ფრინველის სახელი ქვია. ფასკუნჯი. უნდა გამოიცნათ ნავთი. ნამუსთვარი ფასკუნჯი. საკითხები. აჰა, თქვენ არ თამაშობთ. ჩვენ არ თამაშობთ. ჩვენ ჭამთ ჩვენ არ თამაშობთ. აი, თუნდაც იქნება შეკითხები ჩვენ. ფასკუნჯია თუ არ გამოიცნობენ თქვენთვის უკეთესი. არსებული ფილმებია კაცო ფასკუნჯი ხაბრო რაღაცებს არსებული არსებული ფილმებია. ფლამინგო, ყვავი, აზერბაიჯანში. ბულბულ. ალად ბულბულო. მარტალი. აზერბაიჯანი გულგულ აქცენტს აქვს ეხლა აქცენტი გატყობს თორე ხო არა ხო ხო ენდემური. კაკა. მე კაკას ვიძახი. შენ გაგაბა აკა ბულბული შენასამ. ქაათამ კაი. თქვენ შეგიძლიათ რომელიმეს დაეთანხმოთ, ან თქვენი ვერსიაა. ან არც ერთს არ დაეთანხმოთ და თუ არც ერთს მგონი კაკაბ კაკა თუ ბულბულ. ნუ ბულბულ ბუი. სწორი პასუხია ბუ. ბულბულ გამოიცნო. ჩემი ისა შეიცავდა ჩვენ არ გვაწყობს ხო? ბულბულ ორჯერ შეიცავდა. შენ დასამატებელი გახლა არ გვაწყობს ხო რომ გამოიცნოს თუ? ვერ გამოიცნეს და დაგჭა თქვენ. всё, ძალიან კაი. ჩვენი შედეგი. და რა კარგია რომ ესეთი უვიცები ვართ ამიერკავკასიულ კინემატოგრაფიაში მესამე სტუმარი. მესამე არ დასვა ახლა დაღესტნიდან იქნება დამანებეთ. მესამე სტუმარი ყოფილიყო ქონდა უსრულ ფილმზე. ოი ჩემი. მე ვარ გადარჩენი. რას კიდე კაი. ინფორმაციო ძალიან დიდი მადლობა. მიარგონო რომ ეს მადლობა თქვენ მადლობა თქვენ. ექსკლუზივისთვის რომ პირველად ჩვენთან კაცებში გაჟღერდა ეს დეტალები რომ მანამდე კი რაღაცა ყური მოუკარით რომ ეს ამბავი კეთდებოდა მაგრამ ესე დეტალები და ეს ცივიზაღლი არავინ არ იცის ანუ ეს საჯაროდ ეს გადაცემა არ დავდო თქვენი სტუმრობა წარმატებით გისურვებთ დიდი ამბავი გაქვს გელოდებათ წინ სახალისო საინტერესო დაძაბულით რა თქმა უნდა ყველაფერი ეს ერთად ამას ახლავს ხოლმე სერიალის გადაღებას და უსურვებ ისეთივე წარმატებას არანაკლებ წარმატებას ვიდრე იმ პირველ სეზონებს გონდა და მეთქმას რომ მე ცივიზაღლი მადლობა მოწვევისთვის და საინტერესო საუბრისთვის მადლობა ამით დღევანდელი გადაცემის სტუმრის ნაწილი დასრულებულია გადავდივართ მომდევნო ბლოგს ეგა ელიტის რუბრიკა unboxing-ი ოჰო არ ქონია кай ხანია და აი ისიც არ ქონია არ მქონდა კარგი რომელსაც საინტერესო ჩემი უმფრენიერი ასისტენტი დავით ლაბაძე წარმოგვიდგა კარგი რაღაცეები და აი ახლა ბიუჯეტურ სეგმენტში
ისეთი მაგარი ტელეფონი შემოვიდა მე ბიუჯეტური სეგმენტი თქვენ ხართ ისა, აი თვითმფრინავში რო ერთ წარმოგიდგენიათ ის. ესე ვიტყვი, ჩვენ სეგმენტ. მე მელაპარაკე. Honor X7D. მე ჩამოგიცვლით ახლა ხასიათები როცა წერილი. Honorio ეს ესე. არის ჩუმი. Honori ხო არ არის. გაჩვენებ თვითონ ტელეფონს და ვერ წარმოიდგენთ რა ფასად შეიძლება შეიძინო ეს სილამაზე. ნახე. ესეთი თხელი. ზემოდან არ უნდა მიუხედავად ამ სითხისა 6500 სითხისა, ამ სითხის ტელეფონი. სითხე. მაგარი ამბობიგერე. ისე ბიუტიში რო დარჩენილი ხო ჯობდა. არა, ბიუტიში აღარ იყო სამუშაო. ბიუტი ამოწურა. მიუხედავად სითხისა, მიუხედავად ესეთი სითხისა ანუ სითხელისა, მე გადავტარგო. დაბალი სითხელისა, კარგი, მაგრამ სითხე უფრო კარგად ჟღეს. აჰა, წვნიანი და ამიმატეს ადრე. ნახე. 6500 მილიამპერ-საათიანი ელემენტი, რომელიც დაახლოებით 2 დღეს უძლებს. აი ეგრე მითხარი, გასაგებენ, ამ მილიამპერებით რომ ელაპარაკე, 2 დღე დატენა არ მოუნდეს. ეკრანი 6.74. ანუ ძალიან კარგად ჩანს ყველაფერი. მე ვთარგმნი იმას, რასაც ეს დებილობებს ეგრე თქვი. 120 ჰერცი. ეხლა სიტყვი. თვალი არ გეღლება. აჰა, სათვალე შეგიძლია მოიხსნა. არა, ხა გადადი 15 ჰექტარი. არა, 120 ჰერცი. ჰერცი თვალი არ გეხლება. LCD. ოპერაციული სისტემა Android 15-ის ბაზაზე. ოპერაციული სისტემა. პროცესორი. ბიჭო, ოპერაციული სისტემა Android 15-ის ბაზაზე ოპერაციული სისტემა. ძალიან კარგი. მე გავიგე რა. იგარი ხარ და Android 15-ის ბაზაზე Magic OS 9.0 ოპერაციული სისტემა. პროცესორი Snapdragon 685 მაგარ თამაშებს შეიძლება ვერ გაუმკლავდეს, მაგრამ ყოველდღიური ამოცანებისთვის არის აბსოლუტურად საკმარისი. ხელოვნური დარეკე მესიჯი, Facebook-ი, YouTube-ი. ითამაშე, მე რასაც თამაშობ, ყველა თამაში შენ ისე თამაშობ, რომ ისე Tamagotchi-ც ეყოფა. ფურცელზეც ითამაშე. მეხსიერება გითხარით? მითხარი. 6 ოპერატიული 128, ბევრ სურათს ხათა შეიძლება პირველად რო კომპიუტერი ვიყიდე, ეგ მონაცემები ქონდა, კი. რაღაცა მე პირველად ვიკითხო შეიძლება. მიდი. ძალიან დებილად რო ესწრებ. კი, მიდი. ლაივში გავალ მაგ ტელეფონი. კი, თავისუფლად. აი, და ლაივში ვინც გავა იმას მე ვნახავ ლაივში. კი. ანუ ეს ლაივი ორ მხრივია. აჰა. იქით აქეთ. ანუ გადატვირთოს უძლებს. კარგი. კიდე რა? კამერა 108 მეგაპიქსელიანი კამერა. ოჰო, 108 მეგაპიქსელიანი კამერა. IP65 დაცვა. IP65 დაცვა, ანუ შეფების და მის როკემტურის არის. მე მეგონა აი მე რო ხელს მოგიდე. აი ამდენი რამე ჩამოგითხოვეთ, რა შეიძლება ღირდეს ეს ტელეფონი? მოდი ნუ მეთამაშები. 450 ლარა. აი რა. აი 450, ამაზე მეტი რა უნდა შეიძინა 450 ლარა. განმოდება გააქვს. ჰა? განმოდება კი, ნახევარი მომეცი ახლა. და ნახევარი მე ელაპარაკე ელიტს. საწავიდა ის ტელეფონი unboxing-ზე რო გქონდა კაცი. ყველაფერი აქვს ტელეფონს, რაც უნდა კონდეს 450 ლარად. ვა. ესეთ კარგი ამბოქსერები ამასაც აჩვენებენ, მაგრამ მე ახლა ესეთ ხო, რომ დამტენი მოყვება და კაბელი და რაღაცა. მელოჩნიკობა. მე მესწროაგზავნეს და გეთებია. შეიძლება მესიჯი გააგზავნო. ნახე, რანაირი ის აქვს, ნახე. ხო. სტილიზებული. მანახე, მეც მანახე რა. უი. მოყვება ნახე. кейსი. და იმის ჯანელას გასახადად წასაკითხით მოყვება რაღაცეები. ბევრ ენაზე. შეგიძლია ეს იყიდო, ტელეფონი გადაგდო და ეს აიკი 400 ლარად ამაზე. ვინმეს რო შეუამხანაგ. ხო, უმეტესობა ვინც ამ ტელეფონს იყიდობს, იმის სამკითხელი არ არის და წასაკითხად არ ყიდულობს ტელეფონს. აი ესეთი ის არა, საკაპუნო ის.
ნევროზიანების ისა. სათქაპუნოში გარედან დევს. ფანარიანთია და ჩამიქრე რა. ნახე. ეს დამავიწყდა. ფანარიცაა. ფანარი რამდენ ხანს ყოფს? ტყეში რო დავიკარი. სანამ ტყიდან არ გამოხვა. სანამ გათენდება. ეს გამტიშველი არ არის. აი ამას დააწვია ფანარ. აი ეგრე წერია ფანა. Honor X7D. Honor with panar, ეგეთი. Honor X7D. მართლა ძალიან კარგი ტელეფონია ბიუჯეტურ სეგმენტში. თქვენ ორში ან ესეთი ბიუჯეტური ბიჭო, რატო მაჩვენე. იმიტომ რომ ვერ დაიჯერეთ რომ ერთმა კაცმა შეიძლება ორ საწოლია ხალხი არის ბიჭო საკუთარ ბიტვრინავებს ხიტულობენ და ჩვენ დავიჯერთ, მაგრამ დავუშვით ვერსია. მაგითო ხართ ბიუჯეტური ვერცკენ ვერსიას უშვებ მე ბიუჯეტური ხდები მე არაფერი საწინ ამდენო ამ ბიუჯეტური სეგმენტის არც მე არა ვარ, მაგრამ მაგარი აგვიძღვა. დამევასა. აგორ უნდა იყო. რომ ბიუჯეტური ხალხი ვარ. ამათ ხა რო ჩავსვამ მე არა ბიუჯეტური ხალხი არ ხდება სეგმენტ რო ჩავსვამ ვიზაირის კაცების ბიუჯეტური სეგმენტ რო ჩავსვამ იაფ ავიახაზები. ნაყიდი ბილეთები თვითფრინავში და კამტოში რო ჩაუჭდები მე გვიცახონ ვინ არის ბიუჯეტური მე ნახე საერთოდ ვინ არის ფეშენი კარგი ბიჭი ხარ, კარგი ბიჭი. ამით unboxing-ი ჩემო უშვენიერეს ასისტენტმა და ბიუჯეტური ასისტენტი. ბიუჯეტური ასისტენტი აქ აშკარად. უნდა ვიფიქროთ რომ ტექნოლოგიები სხვამ გააკეთოს ხოლმე. რაღაცა სხვა მიმართულება შემიძლიერი მხარე. ძვირიანი ტექნიკა მოვა თქვენ გააკეთე. ბიუჯეტური მოვა. ტესლას unboxing-ი რო იქნება შენ გააკეთე. ფეშენ ტექნიკა ჩვენ და ლაქშერი ლაქშერი როლექსი რაღაცა. ლაქშერი და ბიუჯეტო. ეხლა ეს ორი სეგმენტი შემდეგ რუბრიკაში ერთად შემოგთავაზებთ უკვე ევროკრედიტის რუბრიკას, რომელიც არის ქალაქობანა. კაცების ორივე სეგმენტი, ბიუჯეტური და ლაქშერი, წარმოგიდგენთ ევროკრედიტის რუბრიკას, სადაც როგორც მიხვდით, ქალაქობანა იქნება დღევანდელი რუბრიკის ღერძი. ოპა. მანამდე ვთქვათ რომ ევროკრედიტს აქვს ახლა მიმდინარე აქცია ბიზნეს სესხებზე ოქტომბერში ვინც აიღებს ბიზნეს სესხს დეკემბრიდან იწყებს გადახდას მანამდე არ უწევს არც პროცენტის არც ძირითადი თანხის და არაფრის გადახდა. კარგი ბიჭი ხარ შეაიღებ და დეკემბრამდე დაიკარგები. ხო. და მე დეკემბერში ოქტომბერი, ნოემბერი იკარგები რა. კარგია. კარგია. და რა ქალაქობანა რასთან კავშირი? ბატონო, მარტო ბიზნეს სესხი არის? ბიზნეს სესხები აქვს ამ კომპანიას. ბიზნეს და ავტო აქვს ამ კომპანიას და ბიზნესი ეთყობა ეს პირობები. შეღავათი. და თამაშად შეეხება? თამაშად შეეხება შევთანხმდეთ რა. ხო და რა ბიზნესთან დაკავშირებულზე? კარგი, მიდი. ქალაქი რახან უნდა იყოს ერთი ალბათ სასურველია. რამდენი უნდა იყოს რომ დავუყო ჯერ მე? 5. თუ გინდა იყოს ქალაქი, სადაც რაღაცა ვიცით რომ რაღაცა ის არის. დიდი ცენტრი არის ბიზნეს ცენტრი რა, ხო. რაღაცა კომპანია იქ ბუდობს. ქალაქის შტაბ-ბინა. შემდეგი. ფულზე რაც ახატია რამე ისეთი ვერ გადავამოწმებთ. გადავამოწმებთ, მაგრამ ვიღაცები დაახეთქებენ და იტყვიან და მართლა იქნება ფულზე ხე ხატება, ხიდი. ხო. მე მკადრებელი ვარ ყველაფრის. ფულის ერთეული კი ბატონო, ფულის ერთეული. კიდე ბიზნესმენი იყოს, ცნობილი ბიზნესმენი. ცნობილი ბიზნესმენი. კაი, ის წინა თამაში ხო არ ქონდა? კომპანია. მოდი იყოს. ხო, კომპანია იქნება. ცნობილი კომპანია. ხო რა, ბევრია და ასე. კაი. ფულის მოვალეობას რა ფუნქციას რაც ასრულებდა წინა თამაში ხო არ ქონდა? ქონდა რაღაცა ეგეთი თამასუქები და რაღაცა. ბიზნეს იდეა ხო და აი გამონათქვამი ფულთან პური დაკავშირებული. ჯოჯოხეთ სანათებს? თამი. შტამი. ქრთამი ხო. ეკონომიკასთან ხო, დაკავშირებული. ყველაფერში ახლო ვიყავ, ვარ თვითონ სხვა შემეშა. ეკონომიკური გამონათქვა. თქვენზე უარია მოსულა? კი, აბა. იმიტომ მე ბანკის გარდა არსად არ გამიგია საერთოს. მიდი. სტოპ. აუ, ეგრევე დაამთავრე. კოჭოზე არ მე. ვ
სტოპ. კაი, გავჩერდი. მიდი. სტოპ კი არა, ევროკრედიტ. ხო, ეგ არის, ხო. მე ცუდად ამაკ ძალიან საქმე. მიდი. ქალაქი. ქალაქ შტაბინა მაქვს ვენა. მეც. მეც ვენა მეწერე, მაგრამ ეხა ვანს ვიტყვი. ვანში რა არის შტაბინა? შუბს აგრო 2027. ვანში როგორ არ იქნება რამე ფირმა რეგისტრირებული. ნოლი დაიწერე. კაი, ვენა მიწერია, აჰა. კაი, მაშინ 5-5. კაი, ვენ არის შტაბინა. ვენის ის. ესე ბუზე ქალაქი რა დაახერხეთ. რედბულის. ბიჭო, ისეთი ქალაქი რომ რაღაცა იქნება, ხოდა დავწერე. ნებისმიერ ქალაქში იქნება, ეგრე უნდა იცოდე. აი, ვანში არა. არის. ბიჭო, აი დამღუპე. შენ რა გიწელი? მე არ ჩავიწერ ნამუსიანი. წერე ვანი, ვანელი არა, ხარ, ეს ხო? თან უნდა თქვა არის შტაბინა. მიდი თქვი. ვენა, მე გეტყვი, ოპეკი შტაბინა. მე რედბულს ვამბობ. მეც რედბულს. ვაშინგტონი არის იგი მსოფლიო ბანკის. ოპეკი ხო არის? კი, არის. სისი. შენ გაკ. სად? კაი, ნოლი. ნოლები. მე ვაშინგტონი მაქვს, ხო შეიძლება? მსოფლიო ბანკი. სოფლიო მე ბანკი არ არის 15. პირველად დავიწერე 15. ოპეკი არის და ეს არ არის. ოპეკი კომერციული ორგანიზაცია. ესე მსოფლიო ბანკი. ნავთობი. კაი, სანამ ის ნახავს ფულის ერთეული. ფულის ერთეული. ვონი. ჰა? ვონი, ვონ. რისი ერთეული? ვონი. ტაილანდის ან სინგაპურის რა. ვონი არის. ვაშინგტონში Microsoft-იც არის, მე ვარ ნამყოფი. ვონი ნახე ვისი ფულია რა. ვონი? ხო. ვონი. თუ არ იცი ესე წერპოს და რაღაცეებს? როგორ არის რაღაც ვონი სიტყვებს? ხო? აი, სორეული. აი, ქართულად როგორ სამხრეთ არის? კორეული ვონი. ვონი ხო არ არის? ვონია. ვონი არა ის. ვონი. ხო, ეგ სზია. სამხრეთ კორეული ვონი. სზია. ის ერთეული უნდა დამეწერა და არა. ხო, ესე ქვია, არა, ესე ქვია. არა, მართალია ჯანელა. ლარი რა, ქართული ლარი ქუზია. არა, ჩვენზე არა. გაგჭირდება ქუზია, გაგჭირდება ლზია. კარგი, ნოლი ქულა. ცნობილი ბიზნესმენი. რა გაკ. ვინჩესტერი. ვახ. მე ვილსონი. მე ვასაძე. დაასანქცირეს ცნობილი ბიზნესმენი. ვა, ნახე, ციტატაც მოგვიყვანი. ათი ქულა. ვინჩესტერი რა არის? რა ვინჩესტერი. ვინჩესტერი. იარაღი და ცნობილი ადამიანი იყო, რომელიც- ვილსონიც ეგრეა რა. ვილსონიც. აი, ცნობილი კომპანია. მე ხო იცი ზარმაცი რო ვარ. ვინჩესტერი. მე შემეძლო ვილსონი, მაგრამ ვიოლკი. მე ვესტელი. მე ვერტუ. ესე იგი 10. ვერტუ აღარ არსებობს? ვოლგაც მქონდა, მაგრამ არ ვიკადრე რა. ნახე, ვინჩესტერზე კი არ თქვა, აღარ არსებობს. ვერტუს მიერ. ვინჩესტერი ეხაც არსებობს. ვერტუს არსებობს. მე გამოთქმა არა მაქვს, მაგრამ დაწყება მაქვს, ვალით იწყება რა. ვალი, მე ვალზე გამოთქმის მეტი რა. ხო რა მაგალითად? ვალის ორმოში ჩავარდა. ვალის ორმოში ჩავარ. ქერის ორმოში არის. ხო. კერის ორმოში კაი ამბობია და ვალის ქერის ორმოში ეგეთი არ გამიგია. გამოთქმა არა, ეგ უბრალოდ ის არის რა, ვალის ორმო. ვალის ორმო. არა. გამოთქმა არა. ის რა ქვია? კაი. რუსულიდან თარგმნე. კაი, დაიწერე ნოლი, მე რა მენაგვება, თუ არ არის გამ. არა მაგდა ხო? დოლგ პლატიჟომ კრაში. აი, გადათარგმნება. ხო და რო დამეზარა დავწერე ვის უნდა 20.000. ხუთი ქულაც მყოფნის. 10-ია მაგალ შენ. მე მოვიგონე ვის უნდა 20.000. ამან დაიწერა, თორე იმან მოიგონა. ჩავაცვი იმან გამხადა. ეკონომიკური ის. არა, ეგ არის ტანსაცმელზე. ტანსაცმელზე სიკეთესე და ბოროტებაზე. მოდაზე. ეს მაგდა. 0. ნოლი დავიწერო. ნოლი დაიწერე, მაგრამ ვალებში იხჩობა მართლა არის გამონათქვამი, ეგრე ჯაფარაკ კარგად. როგორ ვერ მოვიფიქრე? ხჩობა არ მეწერა და ეხლა. დაწყება მოვიფიქრე ვალი და იხჩობა. მე დამიგროვდა. ვალი მაგდა. ნოლი უნდა მეწეროს, იხჩობა რო არ მიწერია. დახჩობისთვის. ნოლს მიწერთ. 40 ქულა დამიგროვდა. მე 45. რანაირად დაგიგროვდა 40. აი ესე კითხულზე გადავალ, იმიტომ რომ ეს ესე თამაში. 10 5. მე ავიღე იმდენი რამდენიც დათო მაიღო პირველ კითხვაში. მე 45. აი 10 და 5. იქ მე ემატება კიდე 10 და დეგეგეა შემოსავლა. ხო, ბიზნეს ქალაქობა ნახო გინდა. ეგ არის. მე 40 ავიღე. მე შენ 45. რამდენი ვიღე? მე 35 ვარ. რა მე მოვიგე. ერთი და იგივე გვეწერა და მე 0 დავიწერე და იმან 5.
ვენა. სორია. ეს ნული მიწერია ვენაში. იმიტომ რომ შენ გაუაზრებლად დაწერე. გამოთქმა იმისგანა იყო იმარა, ხო? აეზარა გადათარგმნა. არა, კაცო, ვენა ჩემი დავწერე. არა, რა ვენა, კაცო, ვის უნდა 20,000 შენი ვის უნდა 20,000 ვის ესხე ჩამორჩენილი მეგობრისგან, რომელმაც ეს რო ეწერა იმითი ვერაფერი ხეილი ვერ ნახა. შენ წაგაზრდა. საერთოდ რო არ დაეწერა, მე 10 ქულას ჩავიწერდი. თავისით ეწერა მარტო ვინჩესტერი. ორგან. და მაგით მოიგო. ანუ ნახე, თავარია ტაქტიკა და არა წოდნ. მართალი ხარ. გილოცავ დათო, გილოცავ. აღარ ვითამაშოთ ხოლმე. ბიჭო, ეს ვენა ვენდისი რატო არ ჩამეთვალეთ? იცი რაზე ვითამაშოთ? ციფრებზე ვერ მოიტყვილება რა. იმასოზე ციფრი. მან ვერსად ვერ წავა. რაღაცას იზობს გადაიწევს. არა, მართლა გილოცავ დაცო. ძალიან ლამაზი დამსახურებულად მოიგე. ულამაზესი თამაში იყო. და შემდეგ ტურში გადავედი. აი ამ ესეთი სამართლიანი თამაშის შემდეგ ჩვენი გადაცემა ეს რუბრიკაც და გადაცემაც დამთავრდა გემშვიდობებით ერთი კვირით კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ერთ კვირაში ნახვამდის